მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში განლაგებულ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. სტადიონზე გამართულ ცერემონიას აკადემიის პროფესურის, საზღვაო ძალების მაღალი რანგის ოფიცრების, ამერიკის მთავრობის წევრების და კურსდამთავრებულთა ოჯახებთან ერთად შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო. ამ პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრა უაღრესად რთულია. აკადემიაში მიღების მკაცრ პირობებთან ერთად აუცილებელია პირადი რეკომენდაცია, რომლის გაცემაც მხოლოდ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, კონგრესის წევრს, ფლოტის მოქმედ მაღალი რანგის ოფიცერს ან სხვა პირთა ძალიან შეზღუდულ წრეს შეუძლია. სწავლის, საცხოვრებლის და კურსანტების პირად ხარჯებს მთლიანად ამერიკის სამხედრო ფლოტი აფინანსებს. შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოდან ყოველწლიურად რამდენიმე კურსანტს იღებს, რომლებსაც სხვადასხვა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში ანაწილებს. წელს აკადემია ქართულმა კურსანტმა პაატა გუჯეჯიანმა დაამთავრა. სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად დიპლომი მას პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა გადასცა. ჩემი ცხოვრების მეორე უბედნიერესი დღე არის ალბათ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ პირველი იყო რომ მიმიღეს, რომ გავიგე რომ მიმიღეს აქ და მეორე არის ალბათ დღეს რომ დავამთავრე, იმიტომ რომ თვითონ პრეზიდენტი რომ მოდის გადმოგცემს დიპლომს და ამ ხელაპატივში რო არ ერთი სიტყვით ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩემი მეგობარი ვინც აქ არის დღეს ყველა უბედნიერესია და ყველასთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ცხოვრებაში. კურსდამთავრებულების ამაღლებულ განწყობას დღეს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები იზიარებდნენ. ქალბატონი ჯილ კაბატკო პაატას და სხვა ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის პერიოდში მეორე ოჯახის როლს ასრულებდა. პაატასთან ურთიერთობა ჩემთვის სიხარულის მომგვრელი იყო. 4 წლის წინ პირველ კურსელი გავიცანი და მას შემდეგ კარგ ლიდერად ჩამოყალიბდა. ერთი ქართველის მეშვეობით კიდევ 10-მდე ქართველი გავიცანი და დღეს მათ ჩემი ოჯახის წევრებად მივიჩნევ. ამჟამად კიდევ 2 ახალგაზრდას სპონსორობ. ქართველებთან და ამ 2 ახალგაზრდასთან ურთიერთობას არაფერზე გავცვლიდი. საქართველოში არასოდეს ყოფილვარ, მაგრამ ამას ნამდვილად ბევრი რამ გავიგე ქვეყნის კულტურაზე და ამ გასაოცარ ხალხზე. ისინი ჩემს მიმართ გასაოცრად კეთილგანწყობილნი იყვნენ და როგორც უკვე გითხარით, ამას არაფერზე გავცვლი. პაატასთან სტუმრობას მისი თანაკურსელებიც აპირებენ. საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ თუ იქ პაატას მსგავსი ხალხი ცხოვრობს, საქართველოს აუცილებლად ვესტუმრები. საგანგებოდ ამ დღისთვის პაატას საქართველოდან ელენა ეწვია. დარწმუნებული ვარ, რთული იყო მისთვისაც და ჩემთვისაც. მაგრამ წარმატებით გადავლახეთ და ეხლა ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და სამხედრო ატაშე ზეზვა ლიპარტელიანი დაესწრნენ. მინდა მიულოცო მას წარმატებით დასრულება, მინდა უსურვო რომ მისი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მან მიიღო 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოახმაროს მისი ქვეყნის უსაფრთხოებას და ხვალინდელ დღეს. მომავალ წელს ამ პრესტიჟულ სასწავლებელს კიდევ 2 ქართველი კურსანტი დაამთავრებს. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ანაპოლისი.